მოქვისახარების გადარჩენის პროცესში ავსტრიელი სპეციალისტი ჩაერთო შუა საუკუნეების უნიკალური ქართული საგანძურის კონსერვაცია იწყება. კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია იმ თანხით მოხდება, რომელსაც რამდენიმე საქველმოქმედო საღამო მიეძღვნა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია კონსერვაციის ლაბორატორია ალბათ ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მუშაობს და მთელი სამუშაო დღის განმავლობაში სამარისებური სიჩუმეა. სიჩუმე თითქოს იმ ტექნიკის ნაწილია, რომლითაც ავსტრიელი რესტავრატორი ანდრეა პატაკი ხელნაწერს აღადგენს. დღეს პირველად 8 საუკუნის შემდეგ მოქვის სახარების კონსერვაცია დაიწყო. ხელნაწერი ძალიან სუსტია, აქ არის მინიატურული ოქროს ფენა, კარგად დამუშავებული, სწორი ზედაპირი, დახვეწილი ნამუშევარია. ფიქრობ, დაზიანების პროცესი მისი დამზადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო და საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. მე მხოლოდ პროცესის შეჩერება შემიძლია. მომავალში შესაძლებელი იქნება მისი ძალიან დიდი სიფრთხილით გადაშლა. არ იქნება სასურველი, მისი ხშირი მოგზაურობა და ხშირად გამოფენაც. ქართველთა და აფხაზთა სიწმინდე, შუა საუკუნეების უნიკალური საგანძური მოქვის სახარება იმდენად რთულ მდგომარეობაში იყო, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლების უმრავლესობას ის მხოლოდ შორიდან ჰქონდა ნანახი. ხელნაწერი იშვიათი ტექნიკით არის შესრულებული. ეტრატზე ჯერ ოქროს ფენაა დატანილი. 150-მდე მინიატურის მხატვრობა სწორედ მასზეა შესრულებული. ამ ეტაპზე ფერწერა ოქროს ფენას შორდება. ანდრეა პატაკი მათ ერთმანეთთან თევზის წებოთი აკავშირებს, სპეციალური ხსნარით, რომელიც ზუთხისებრი თევზის ბუშტისგან მიიღება. განსაზღვრულ ტემპერატურამდე შემთბარი წებო ნამუშევარზე წვრილი ფუნჯით დაიტანება. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია. 20 წლის წინ ყველა ფიქრობდა, რომ სინთეტიკური წებო უკეთესი იყო, მაგრამ ახლა ბუნებრივ ნივთიერებას დაუბრუნდით. ეს არის სპეციალურად შედგენილი წებო. მარტივად გამოიყურება, მაგრამ განსაკუთრებული ტექნიკაა. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ტექნოლოგიაც, მაგალითად აეროზოლი იმ შემთხვევებისთვის, თუ კი ხელით ვერ შეეხები. ოდნავ მეტიც რომ მოგივიდეს, მაშინვე დაიშლება და განადგურდება. აი სპეციალური მანქანა ჩამოვიტანე განსაკუთრებული შემთხვევისთვის, ესეც შეიძლება გამოვიყენო. კონსერვაციის ეს ნაწილი მარტივად მოიყურება, მაგრამ ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს. კარგი თვალი და საკმარისად გადიდება სჭირდება. ანდრეა პატაკი ხელნაწერთა ცენტრში პარასკევის ჩათვლით იმუშავებს. ამ კვირაში ის რამდენიმე ათეულ მინიატურას გაამაგრებს. მისი გამგზავრების შემდეგ კი ამავე ტექნიკით მუშაობას ადგილობრივი სპეციალისტები განაგრძობენ. რა თქმა უნდა, ხო ეს ერთი კვირაც და 2 წლის წინაც რო იყვნენ ჩამოსულები, დიდი გამოცდილებაა, რადგანაც უშუალოდ ქალბატონი პატაკი საკმაოდ გამოცდილი რესტავრატორი ამ დარგში, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ხელნაწერია გაკეთებული და ყოველი ნიუანსი მცირედი, ანუ რაღაც არის ესეთი ჩვენ პროფესიაში რაღაც გამომუშავებული რაღაც თავისი უნარები და ეს და ამ ყველაფერს გვიზიარებს და რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხმარება მომავალში. მოქვის სახარების აღდგენა ასე დაიწყო. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 2 წლის წინ იუნესკოს გრანტით შეძლო 3 უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა. მათ ხელნაწერის დიაგნოსტირება და სამოქმედო გეგმის შედგენა დაევალათ. მეორე ეტაპი კონსერვაცია იყო. ამისთვის მოსაზიდი თანხებისთვის ცენტრმა ხანგრძლივი კამპანია წამოიწყო. ჩატარდა ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტი ბათუმში და ქართველ შემსრულებელთა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში. მოქვის სახარებას შესწირეს მუსიკალური თხზულებები, ფერწერული ტილოები, გრაფიკა, თექა, ბატიკა და მემორიალური ნივთები ყველაზე ცნობილმა ქართველებმა. საქველმოქმედო აუქციონის შედეგად შემოსული თანხით შესაძლებელი გახდა კონსერვაციის პროცესი დაწყებულიყო. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შეგროვებული იმდენი თანხა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს ამ საქველმოქმედო კამპანიიდან მოზიდული თანხებით ვაფინანსებთ. თუმცა შემდგომი ეტაპები გამოაჩენს შემდგომ საჭიროებებს, ჩვენ თუ დააკვირდებით დროებით შევწყვეტეთ ეს კამპანია, ვინაიდან გვინდა რომ კონკრეტული შედეგები გქონდეს და ეს კონკრეტული შედეგები გამოაჩენს ხანგრძლივობასაც, პროექტის ხანგრძლივობას და დამატებითი თანხების საჭიროებასაც. მოქვის სახარების დარჩენილი მინიატურების კონსერვაციისთვის ანდრეა პატაკი კიდევ ერთხელ ზაფხულში ჩამოვა.